ველას უყვარს ცივი საზამთრო ზაფხულის ცხელ დღეებში. ხორცი და ხილი, ეს არის ჩემი საყვარელი კომბინაცია. ნესვი და ბეკონი. ატამი და ღორის ხორცი. ზღვის პროდუქტი სეზონური ხილით და პასტა პიტნის соуსით. შოკოლადის და ალუბლის ნამცხვარი ჩიზკეიკის მასასთან ერთად. პარმეზანში გამომცხვარი ქათამის საზამთროს და მოცარელას გარნირით. დაგჭირდება 500 გრამი ქათამი და პარმეზანი 50 გრამი. ვამზადებთ მარინადს: არაჟანი 2 სუფრის კოვზი, ქარი, პაპრიკა და მარილი გემოვნებით. სალათა. დაგჭირდება საზამთრო 200 გრამი, მოცარელა 100 გრამი, ზეითუნის ზეთი 20 მილილიტრი, შავი ბალზამიკოც 20 მილილიტრი, სალათის ფურცლები 30 გრამი, წითელი ხახვი, ნახევარი თავი, 2 გრამი პიტნა და 2 გრამი რეჰანი. ველას უყვარს ცივი საზამთრო ზაფხულის ცხელ დღეებში. მაგრამ გარდა იმისა, რომ შეგვიძლია შევჭამოთ გემრიელი ცივი საზამთრო, მე გადავწყვიტე, რომ მოვამზადო საზამთრო სალათი. მოცარელას ბურთებით, წითელი ხახვით, რეჰანით, პიტნით და რომანოს ფურცლებით. და ეს გემრიელი საზამთრო სალათი იქნება დაბრაწული ქათმის გარნირი. პირველ რიგში უნდა დავბრაწოთ და გამოვაცხოთ ქათამი. დამჭირდება ჯამი, ჯერ უნდა დავამარინადოთ ქათამი, რომ მივიღოთ ძალიან რბილი, ნაზი ხორცი, ვამარინადებთ ქათამს არაჟანში. 2 სუფრის კოვზი არაჟანი, პაპრიკა, მარილი და ქარი. ლამაზი ფერიც ექნება. ეხლა ხელით კარგად გადაუსვათ მთელ ქათამს ეს მარინადი, ყველა მხრიდან წაუსვათ არაჟნის მასა და დავტოვოთ ამ მარინადში 9 საათით. გავიდა 9 საათი, უკვე შეგვიძლია რომ გამოვაცხოთ ეს ქათამი, გადმოვიტანოთ ცეცხლგამძლე ფორმაში. ეხლა ქათამს უნდა დავახეხოთ პარმეზანი, რომ უფრო კარგად დაიბრაწოს და ხრაში უნდა გამოვიდეს კანი. თანაც გემრიელი. დაახლოებით 50 გრამი პარმეზანი დაგჭირდება. პარმეზანის არომატი და გემო ძალიან მოუხდება ქათმის ხორცს. მით უმეტეს ესე ნაზად დამარინადებულ ქათმის ხორცს საკმარისია. შეგვიძლია გამოვაცხოთ. ცხება 200 გრადუსზე 25 წუთით. სანამ ქათამი ცხება, მოვამზადოთ საზამთრო სალათი. პირველ რიგში დავხიოთ რომანოს ფურცლები. ცოტა პატარა ზომაზე, აუცილებლად ხელით დავხიოთ. რომ დიდი ხანი დარჩეს უფრო ფუმფულა ფურცლები, პიტნა, ლამაზი ფოთლები ავარჩიოთ. პიტნის ეს არომატი და გემო ძალიან უხდება საზამთროს. უფრო მსუბუქი გამოვა თვითონ სალათიც. რეჰანი. რეჰანი ძალიან უხდება წითელ ხახვს. რეჰანის არომატზე და გემოზე ვგიჟდები. ცოტა ხელით ამოურიოთ. დავჭრათ წითელი ხახვი. ჯერ შუაზე გადავჭრათ და თხლად დავჭრათ დაახლოებით მე-4 თავი. ესეც გადავიტანოთ ჯამში. ზეითუნის ზეთი დაახლოებით 20 მილილიტრი და დავუმატოთ შავი ბალზამიკო შესქელებული 20 მილილიტრი.
ხელით კარგად ამოურიოთ სალატს და დაუმატოთ სალატს მოცარელას პატარა ბურთები. მოცარელას მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფეტას ყველიც, ნაკლებად მარილიანი იმერული ყველი და სულგუნიც. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ვიზუალურად და გემოთიც მოცარელას ყველი არის იდეალური. გადავდგათ ჯამი, საზამთრო. ლამაზი საზამთროს ნაჭერი. მოვჭრათ ესე გული. მთლიანად არ დამჭირდება. ლამაზ სიმეტრიულ კუბებად დავჭრათ საზამთრო. შევეცადოთ, რომ საზამთრო თესლისგან გავასუფთავოთ მაქსიმალურად. ჩავყაროთ ჯამში. ერთხელ ხელით ამოურიოთ. საზამთროს სალათი, მოცარელათი მზად არის. ქათამიც უკვე გამოცხვა. კარგად დაიბრაცა ქათამი. პარმეზანმა მიცა თანაბარი ეს ოქროსფერი, ხრაშუნა გამოვიდა მთლიანად. შეგვიძლია უკვე დავიწყოთ სერვირება. გადმოვიტანოთ ქათამი, ჯერ საკმაოდ ცხელია. და გვერდზე ლამაზად დაულაგოთ სალათი. ქათამი შიგნიდან ძალიან ნაზი და წვნიანი დარჩა, გარედან ლამაზად დაიბრაცა და ძალიან ხრაშუნა არის და რა თქმა უნდა გემრიელი და განსხვავებული საზამთრო სალათი. კერძი მზად არის. ძალიან გემრიელია. პასტა ზღვის პროდუქტებით და სეზონური ხილით. პასტა 300 გრამი, ზღვის პროდუქტები 200 გრამი, დორადოს ფილე 100 გრამი, მოცარელა 100 გრამი, გარგარი 4 ცალი, ვაშა ტამატი და ყაბაყი 1 ცალი, ჩერი პომიდორი და შავი ზეთის ხილი 50 გრამი, თეთრი მშრალი ღვინო 100 მლ, ზეთი 30 მლ, კარაქი 30 გრამი, მარილი გემოვნებით. მოვამზადოთ პიტნის соуსი. პიტნა 1 კონა, ნაღები 150 მლ, ზეთი 20 მლ, ჩერი პომიდორი 4 ცალი, წითელი წიწაკა გემოვნებით. ზღვის პროდუქტი სეზონური ხილით და პასტა პიტნის соусით. პირველ რიგში დავიწყებ პასტის მოხარშვით. ეს არის ყვავილოვანი პასტა, ყვავილებს გავს უფრო სწორად. მარილი. ამ პასტის მოხარშვას სჭირდება დაახლოებით 8-12 წუთი. სეზონური ხილები მაქვს გარგარი, დამჭირდება დაახლოებით 4 ცალი და ვაშ ატამა. ამას დავჭრი, რა თქმა უნდა, გავასუფთავებ კურკისგან. გარგარს დავჭრი. ლამაზად ასე ლებნებად. გარგარი ძალიან კარგი ხილია, იყენებენ ბრინჯში, იყენებენ იხვთან ერთად და რა თქმა უნდა ზღვის პროდუქტთან. ვაშატამა. ვაშატამაც ზუსტად იგივენაირად. ვაშატამა ძალიან ჩამწიფებულია, ტკბილია და ძალიან მოუხდება ზღვის პროდუქტს. ზღვის პროდუქტი მე მაქვს ნარევი, კრევეტი, მიდია, კალმარი, თეთრი თევზი. მოკლედ, მთელი ოკეანე ერთ თეფშზე მაქვს. ხილს მოვათავსებ ჯამში და გავაგზავნებ ბოსტნეულით. ბოსტნეულით დღეს მე მაქვს ყაბაყი. ასევე ძალიან გემრიელია, გულს ამოუღებ. ყაბაყს დავჭრი იგივე ზომაზე,
ნახევარმთვარეებად. ზუსტად იგივე ზომა, როგორც არის გარგარი. ყაბაკი დავჭერი. ამასობაში პასტაც მოიხაშა, რა თქმა უნდა, ეს უნდა გადავწურო და მოვასხა ცოტა ზეთი. ერთმანეთს რო არ მიეკრას. პასტა მზად არის. დავიწყებ ზღვის პროდუქტების შეწვას. ზეთი. კარაქი. მაღალი ცეცხლი, კარაქი რომ მალე დადგნეს. დორადოს დავჭრი. ასევე კარგი არომატი გამოუშვა. მარილი. მოვბრაწავ. აქვე დავუმატებ მთავარ ინგრედიენტს გარგარს და ვაშატავას. ყაბახსაც. კარგად მოვშუშავ. დავუმატებ ცოტა თეთრ მშრალ ღვინოს. სანამ ეს იშუშება, მე მოვამზადებ პიტნის соуს. 3 კვილი ნიორი, 1 თავი პიტნა. ნაღები. 3-4 ცალი ჩერი პომიდორი. ცოტა ზეთი. წითელი წიწაკა. პიტნის соуსი მზად არის. ღვინო კარგად დაიწია. ამ соуს პირდაპირ დავუმატებ გარგარს და ზღვის პროდუქტს. ამოურევ. არომატი აქ არაჩვეულებრივი და აი აქვე რა თქმა უნდა მოცარელას ყველი. კუბებად დაჭრილი, კარგად რო ჩაადნეს, პიტნას რო გაუჯდეს, გარგარს, ზღვის პროდუქტს. ამას ვაცდი დუღილს დაახლოებით 3-5 წუთი და ამაშივე ჩავყური მერე პასტას. ყველი კარგად ჩადნა, გაუჯდა ზღვის პროდუქტებს, ჩავყრი ახლა უკვე პასტას. მოვბრაწავ 2-3 წუთის განმავლობაში ამასობაში დავჭრი ჩერი პომიდორს 4-ხად გავჭრი შავი ზეთის ხილი დაახლოებით 6 ცალი შუაზე გადაჭრილი ყველაფერი მზად მაქვს შემიძლია უკვე თებში ავაწყო არომატი აქვს ძალიან კარგი ჩერი პომიდორი შავი ზეთის ხილი პასტა სეზონური ხილით და ზღვის პროდუქტებით მზად არის. ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად უამრავი კითხვა ჩნდება კვებასთან დაკავშირებული. ამჯერად სწორედ ჩვენი კვებითი შუქნიშნავანი საგანგებოდ გურმანიისათვის რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას გთავაზობთ.
რასაკვირველია დავიწყებთ მწვანე ზონით და დავიწყებთ წყლით. დიახ, ზაფხული გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ორგანიზმის მოთხოვნილება წყალზე მკვეთრად იზრდება. თუ ჩვენ ნორმალურ შემთხვევაში ვარაუდობთ 8-10 ჭიქა წყალს, აქედან ყოველი ჭიქა გულისხმობს 200 მილilitrს, ამ შემთხვევაში ჩვენი გაზრდილი მოთხოვნილება ნიშნავს იმას, რომ დღიული მოხმარება 2 litrს უნდა აღემატებოდეს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, გარემოს მაღალი ტემპერატურა, ცხელი შხაპი, ფიზიკური დატვირთვა, ბანაობა აუში ან ზღვაში კიდევ უფრო ზრდის ორგანიზმის მოთხოვნილებას წყალზე. ამიტომ თქვენ უფრო მეტი გულმოდგინებით უნდა დალიოთ წყალი. გაითვალისწინეთ ერთი წესი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სითხეზე და ვგულისხმობთ მაგალითად ჩაის, ყავას, ლუდს, ეს არ გახლავთ სასმელი წყლის ალტერნატივა. უფრო მეცაც გეტყვით, ხშირ შემთხვევაში ასეთი პროდუქტები თავად ხდება წყლის დაკარგვის მიზეზი. ამიტომ თუ თქვენ სითხის შევსებას ცდილობთ მაგალითად გაზიანი სასმელით, ალკოჰოლით, ლუდით და სხვა ტკბილი სასმელით, თქვენ იმაზე მეტი წყალი გჭირდებათ, ვიდრე სხვა შემთხვევაში დაგჭირდებოდათ. კიდევ ერთი აუცილებელი პირობა. ჩვენ წყალთან ერთად კარგავთ ზაფხულში მინერალებს. მაგალითად, როდესაც თქვენ ბევრს უფლიანობთ, ეს ნიშნავს, რომ დაკარგეთ ბევრი მინერალური ნივთიერება. ამიტომ შესავსებად საჭიროა ცხადია მინერალური სითხეები, მაგრამ საკვებს არ დავაყოლოთ და არავითარ შემთხვევაში არ ვცადოთ მინერალური წყლით სასმელი წყლის ჩანაცვლება. კიდევ ერთი წესი. მწვანე ზონასთან დაკავშირებული ყველა პროდუქტი სასარგებლოა, მაგრამ უნდა გამოვიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე ჰიგიენის თვალსაზრისით. ხელებს ვიბანთ გულმოდგინედ და ძალიან კარგად მოთმინებით ვრეცხავთ ხილსა და ბოსტნეულს, რადგან ზაფხულში განსაკუთრებით საჭიროა ჰიგიენის დაცვა. ამავე დროს თუ პროდუქტის სანდოობაში, თუ პროდუქტის ხარისხში ეჭვგეპარებად, არ მოათავსოთ ასეთი პროდუქტი მაცივარში. მაცივარი არ გვიცავს პროდუქტების დაზიანებისაგან. უფრო მეტი თუ პროდუქტს ვერ შევამჩნიეთ დაზიანება და ასეთი პროდუქტი აღმოჩნდა მაცივარში, გახსოვდეთ, ის აუცილებლად გაფუჭდება. ანუ მაცივრის დადებითი ტემპერატურა ხელს უწყობს სწორედ ამ პროდუქტებს სხვადასხვა პრობლემის განვითარებაში. რაც შეეხება კვერცხს. კვერცხი აუცილებლად უნდა გავრეცხოთ და გავრეცხოთ არა ცივ წყალში, არამედ თბილ წყალში, გულმოდგინეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიყენოთ და ამის შემდეგ შევინახოთ. ჩვენ არ შეიძლება დიდხანს გამოვიყენოთ უკვე მოხარშული კვერცხი, ან არ შეიძლება დიდხანს დავაყოვნოთ კვერცხი სხვა თერმული დამუშავების შემთხვევაში. როდესაც ვლაპარაკობთ რძის ნაწარმზე, გამოვიყენოთ მხოლოდ ადუღებული რძე და გამოვიყენოთ აუცილებლად მარილ წყალში ნადები ყველი არანაკლებ 2-3 თვისა. კიდევ ერთი, თერმული დამუშავების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ ხორცს. რასაკვირველია, ბევრ თქვენგან შეიძლება უყვარს ცვრიანი მწვადი ზაფხულში მოლზე, მაგრამ უმჯობესია კარგად მოხარშული, თერმულად კარგად დამუშავებული და არა შებოლილი, დაშაშხული, დამარილებული საკვები. და წითელი ზონა. როდესაც ჩვენ ზაფხულში ვსაუბრობთ საკვების უსაფრთხოებაზე, არ დაგავიწყდეთ კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი. ეს პროდუქტები განსაკუთრებით ზაფხულში არის სახიფათო და კიდევ ერთი რჩევა. როდესაც ვსაუბრობთ წითელ ზონაზე, არ დაგავიწყდეთ სახლში მომზადებული კონსერვები, ასევე სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისათვის. და ზოგადად, როდესაც ჩვენ ზაფხულის კვებაზე ვსაუბრობთ, ეცადეთ მაქსიმალურად ისარგებლოთ სეზონური პროდუქტებით, გამოიყენოთ სეზონური პროდუქტები რაციონალურად, არანაკლებ 300-400 გრამი ხილისა და ბოსტნეულისა უნდა მიიღოთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში და ამავე დროს ჩართოთ ცილოვანი კომპონენტი, ცხადია სასურველია რომ ეს იყოს მაგალითად ნადუღი, ხაჭო, უსაფრთხო ყველი და გაითვალისწინოთ კვერცხი, მაგრამ კარგად მოხარშული და არავითარ შემთხვევაში უმი. გამოვიყენოთ ზაფხული იმისათვის, რომ კარგად მოვემზადოთ შემოდგომისათვის და გქონდეს გაძლიერებული მდგრადი იმუნური სისტემა იმ ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლოდ, რაც წინ გველოდება. ნესვი და ბეკონი. ატამი და ღორის ხორცი. ხორცი და ხილი, ეს არის ჩემი საყვარელი კომბინაცია. შოკოლადის და ალუბლის ნამცხვარი ჩიზკეიქის მასასთან ერთად. 1, 2, ბაიმე ნაღინი წოდოა. ღმეტი რანაირად გავხსნა. მე რა ვიცი, ვიგრძენი რაღაცა ხო. შენი მზერა ვიგრძენი რა.
ხო იცი რეჟისორის მზერა მაინც ყველგან გძნობ ყველაზე მომხიბვლელად გამოიყურება. ბადრიჟნის სორბე და თუ ნიორი უქენი და კინძი. ბადრიჟნის სორბეზე ამბობენ ფრანგები სხვათა შორის, რომ ერთ-ერთი საუკეთესი. ფრანგებს უყვართ. და ჯინჯერის, კიტრის, თაფლის წვენს. ეს არის ბომბა. პირდაპირ გაციებით სრულდება. ქართლს მინდა ქონდეს ხახვის არომატი და არა ხახვი. სალათის ფოთოლი მაქვს, რამოდენიმე საირის ხახით, რამოდენიმე საირის ხანით. ხო, დავიწყე. გამოვიყენებ რამოდენიმე რაირის სახის. რამდენიმე ხო, დავიწყე. გამოვიყენებ რამდენიმე.